პლანეტაზე მარტო ეს კი არ არის. 198 ქვეყანა გაეროს ეგიდით, ხო? და ამოჩემებული არის ქართველი მარტო იცის ამერიკა და ზოგადად ევროპა. და ევროპაში ცით რამდენია ესეთი გაუბედურებული ქვეყნები? ესე იგი ზოგადად ეს პლანეტის პრობლემა არის. მასშტაბი საქართველოს რო ავიღებ და ყველას აქვს კერძოდ მოწყობა და გადაიჭერება თუ არა ესეთი პრობლემები, რომ ძირითადი პრობლემები და მოიცვლება თაობა მიდის, ზოგი ელოდება მოლოდინში და გარდაიცვლება და ისე ჩაივლის ეს ყველაფერი და ეს აბსურდის თემა რო დააფიქსირეს მოაზროვნებმა, სწორედ ამას აკვირდებოდნენ ისინი, ხო, კომფორტაბელურად ცხოვრობდა ყველა ის, მაგრამ რო ნახეს რომ არაფერი არ არის ამაში, საინტერესო უკვე მონათლეს ეს აბსურდად ეს ცხოვრება, მაგრამ მაინც დასახეს ის, რომ ღირსო ცხოვრებაო, აი, ამიო მაინც ზნეობას მაინც იმაშვებოდა, აფუძნებდა აბსურდის კაცი აბსურდი ქონდეს და თან ზნეობას აწვებოდა, რა ვიცი, ჩემთვის ძალიან ესეთი წინააღმდეგობებით სავსე არის ეგა. ათეისტი იყო კამიუ და პრობლემაც ჰქონდა მას ასეთი, მაგრამ აზროვნებას ვერ შეაჩერებ და უეძებს ადამიანი და ჩვენც ეს ეთყობა მოაზროვნე ადამიანი უნდა უხაროდეს ადამიანს. პირველ რიგში ადამიანს უნდა ახარებდეს არა ის რომ საჭმელი და ტანსაცმელი აქვს, რამდენად არის იგი მოაზროვნე. ჩვენ ხომ მოაზროვნე არსებებად ვითვლებით. და რატომღაც ეს ჩაქნეულია უკვე ხელი ჩაიქნია ყველამ და დაკარგეს ის თავდაპირველი მნიშვნელობა ადამიანის შესახებ არსობა, რომ აი აზროვნებაში არის ჩვენი პრიმატი. გამოყოფილი ვართ ჩვენ ამ ცხოველთა სამყაროდან მხოლოდ აზროვნებით და აი ეს რო შემოდის ეს კარგი რაღაცა არის. ამით ვხედავთ, ამით ვკითხულობთ, ეს არის ჩვენი ფანარი. გასაშუქებლად და ყველაზე მეტად აზროვნება იმიტომ გვჭირდება ჩვენ გამოვიცნოთ სამყაროში სადავართ კაცო სიკეთეა გაბატონებული თუ ბოროტება. დღეს ხომ გითხარით რატომღაც ზედამხედველი განწესებული არის სატანა თელ პლანეტაზე, მარტო საქართველოში არ არის ეგა. საქართველოში რო იყოს ეგა, მაშინ ყველაზე საცუდავი ხალხი თქვენ ახართ. აქაც არის ეგა, აქაც პლანეტა ჩაბარებული აქვს სატანას. და მე სად მოუჭერს, სად არ მოუჭერს, ეგ ღმერთი აკეთებს. ყველაზე მაგრად ახლა მოჭერილი არის მაგ ქვეყნებში. მაგრამ ეგ არ გამორიცხავს იმას, რომ აქ სატანა არ იყოს. რატომ არის? აი ახსნელი იქ რა, მთლიანად არის ერი მანდ დაჟჯის აი ამდენი ხანი ელოდებოდა და ნახეთ მართლაც რა მთავრობა მოვიდა. მართლაც არ არის ქართული არავის არ ტკივა მანდა და სისულელი ეგა. მართლაც არა ქართველები არიან სათავეში. გაუცხოებულები და არ აღიქვამენ ქვეყანას, რომ ჩემი ქვეყანა არის. რაღაცა უაზროდ ქიმერული მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც სამსახურში დგანან პოლიცაები და მითითებებს ასრულებენ. მითითები ესეთია, გააძვირესა, აკეთებენ, არ ითვალისწინებენ, აი, სიბრალუით არ უყურებენ თავიანთი მამული შვილებს, ახთევინებენ ამ გადასახადს. არ ითვალისწინებენ, რომ აი გაჭირებულია ქვეყანა. გაჭირებულ ქვეყანაში ამერიკული კანონები არ არის სწორი. დასავლური ევროპული ეკონომიკური კანონების ამოქმედება უღატაკის ქვეყანაში ეს დიდი ტანჯვა არის და საიდან მოდის ეს ტანჯვა ხო? ბანანის რესპუბლიკა ახლა მოდი ვთქვათ რომ მართლა პირდაპირ გაგებით ბანანის რესპუბლიკას დაემსგავსა. სამხრეთ ამერიკული ლათინო ქვეყნები ესეთი. მთავრობა არის გაყარა ხალხი სამუშაოდ, ჩვენმა მთავრობაც გაყარა ხალხი სამუშაოდ. პირობები ისეთი შექმნა ჩაუწყეს და გაყარეს, თორე ისე წესით ახლა არალეგალურად არცეთ ქვეყანაში არ უნდა იყოს ადამიანი, ხო? კანონი აქაც დარღვეული არის. აი კანონი დარღვეულია იტალიაში. რატომ აჩერებს ამდენ არალეგალურ ქართველს? რატომ აჩერებს არალეგალურ ქართველს ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი? რა ხელშეკრულებაა დადებული, ეს რა ჯანდაბა არის? ხო, წესი თუ ბოლომდე თანამიმდევრული უნდა იყოს ყველა ქვეყანა. არსად კანონი თუ კანონია, უნდა ამუშავდეს. არალეგალურად არცეთ ქვეყანაში ადამიანი არ უნდა ითვლებოდეს. უნდა იყოს ლეგალურად მუშაობის უფლება. აი, დააკვირდით, საბერძნეთში არალეგალურად ქართველები ყველა მიცის. იტალიაში ყველა მიცის. მასიურად ვინმე გამოსახლეს იქიდან. იცით რატო არ აკეთებენ ამას? ხელს უწყობენ მთავრობას. რომ შეუყარონ ყველა ეს, დაემხობა სააკაშვილის რეჟიმი 24 საათში თოფის გარეშე. ეგ კიდე ეგ რეჟიმი ვიღაცას აწყობს მანდა. არა ქართველს, სხვას აწყობს, ქართველებს არ აწყობთ. ამიტომ ყვირიან ეს ქართველების საწყლები, ყვირიან, მოგვაშორეთ ეს. არავინ არ შეისმინა ეგა. რა მტკივნეულია, იცი? შენზე რო არ არის დამოკიდებული წასვლა და დარჩენა. ეს ერთი ტანჯვა არის, საერთოდ თავისუფლება. სხვაზე ხარ დამოკიდებული. ჩვენი მთავრობაც არის სხვაზე დამოკიდებული. ამიტომ მთავრობას შეუწყეს ხელი. რაში ჩანს ხელის შეწყობა? მასიურად ქართველები არიან არალეგალურად. ეს უკვე ცნობილი ფაქტია. აბა მითხარით, ვინმე დააბრუნეს? აბრუნებენ კრიმინალი თუ დაიჭირეს და ძირითადად მაინც ხელი შეუხებელია ამერიკაში, მოქალაქეები, რუსეთში ხო საერთოდ ეგ მაუცებს რუსეთის. მილიონი ქართველი ყავს თითქმის მაგას უკვე 800,000. იქიდან ახლა 800,000 მოქალაქე ხომ არ არის. იქაც არის და მოდი ვთქვათ რომ ნახევარი არის არალეგალურად. აი რატომ უწყობს ხელს სააკაშვილის პუტინი? დასვას ეს არალეგალური ხალხი და გამოუშვას უკან. მინდა კიდე ესე კითხვა ასე დავსვა. კანონს რატო არიცავს პუტინი? კანონს რატო არიცავს იტალიის მთავრობა?
არალეგალ არიციან არალეგალურები საცხოვრობენ? გადაცემას რომ მოაწყობ ტელევიზორში, შენ უკვე იცი სად არის ხო? არალეგალურები სად არიან? მე რო დამდებდნენ აქა, მე არალეგალური კი არა ვარ. ჩვენ გამოგვეკიდნენ აქა, მე არ ვცნობ საქართველოს ჩემს სამშობლოდ. მე საჯაროდ ვიტყვი ამას ნებისმიერ ადგილას. იმიტომ ვარ აქა, მე არ ვცნობ საქართველოს. თუ მომცემენ 1 საათი სალაპარაკოს, ავხსნი რატომ? საჯაროდ მოისმინოს ყველა, გაბრაზებული კი არ ვარ სააკაშვილივით და გაქცეული. იმიტომ ვარ აქ, რომ არ ვცნობ საქართველოს და აი რატომ? და მოყვები რატომ არ ვცნობ საქართველოს ჩემს სამშობლოდ. მაგრამ აი ეს ხალხი რო გადაყრილია, ამუშავებენ საბერძნეთში, ამუშავებენ თურქეთში, იტალიაში და უკვე ყველა მიცის საიდან მოდის ეს ფულები, გადარიცხებით ხელს უწყობს პუტინი. არალეგალური ადამიანი რო ფულს რიცხავს ბანკში, კონტროლზე არა აქვს მთავრობას, როგორ ფიქრობთ? ესე იგი მე დაპასუხი ასეთი მაქვს. შეგნებულად ხუჭავენ თვალს და არსებულ მთავრობას ხელს უწყობენ ამით. თანამშრომლობენ სააკაშვილის მთავრობასთან ამ წესით არ გამოგიყრი ამ ხალხს. მიუხედავად იმისა დაიწყეს. მე ესპანეთმა დაიწყო. მე გაჩერდე. გამოიცა მაგარი კანონები. არაფერი არ შესრულებულა. პირიქით უფრო გაედინება ქართველები. ეხლა ეს ყველაფერი შევაჯამოთ. დაქცევას ემსახურება თუ აშენებას ქართველი ერისას. დაქცევას ვინ აქცევს ამას? ვინ? აი თეოლოგიური პასუხიც ეხან იყო და მთლიანად ჩართულია ყველა ამაში. მარტო ქართველი არა, მაგ მთავრობას სხვაც უწყობს ხელს. უფრო მეც გეტყვით, თავად ქართველიც უწყობს ქართველის განადგურებას. არ ჯობია იქ 10 წელი იტალიაში მუშაობას მოხუცთან და ამ ძიმე პირობებში ვარ და ფულებს უგზავნი იქ. ამით მე წინააღმდეგობაა. ბრძოლის ორი მეთოდი არის. ერთი ფიზიკური ბრძოლა და მეორე გონივრული ბრძოლა. კაცო, ფიზიკური ბრძოლა არ შეგიძლია და გონივრულად მაინც ვიბრძოლოთ თუ მართლაც დესპოტია ჩვენი მთავრობა. წამოვიდეს ყველა ეს არალეგალური ხალხი და რა მოხდა კაცო შიმშილობას მონატრებული ხალხი იყო ეს ერი მე მახსოვს თავს იკლავდნენ ყველა შიმშილობას თელი საქართველოს შიმშილობა გამოაცხადა მახსოვს საწავიდა ეგ ერი რა ვეღარა ძლებ დავჯდეთ და შიმშილობა გამოაცხადოს სულ ყველა იმან ლაპარაკი არის არალეგალურებზე ვინც ატოვებს საქართველოს ვინც დატოვა საქართველოს იმას არ ვაკრიტიკებ ხო არის რამოდენიმე საერთოდ გადაბარგდა საქართველოს ოჯახებით არა ქართველები ბევრი მხოლოდ ქართველობას ჩემულობენ ეს ეხება იმ ხალხს, აი ბანანის რესპუბლიკად რომ იქცია საქართველოს. ამით ამაგრებენ სააკაშვილის რეჟიმს და ეგ რო შეიძლება გაამაგრებენ მეორე რეჟიმსაც. ის ხალხი მაინც ჩარჩება იქა. თორემ ბანანის რესპუბლიკის სტატუსი კარგხანს ექნება საქართველოს. აბა მითხარით, ეგ სტატუსი მოიშორა ვინმე სამხრეთ ამერიკაში? 4 წლის უკან იყო გონი წამოიწყეს რა, გაეყარათ, აღმოაჩინეს, გაეყარათ არალეგალურები ლათინოები. რო დაიწყეს ეგა, უკვე იქიდან დაერეკა და რა საკეთე, მაგა მიყრია ამ ხალხს, აქ სასწრაფოდ გადავალ კომუნიზმზე. ამერიკამ უკან წაიღო თავის ყველაფერი. დატოვა ისევ არალეგალურები. დატოვა, იმიტომ რომ დაინგრევა შენობა, გადაფსკვნილია ეს ყველაფერზე. იმიტომ რომ ამერიკის იდეოლოგიის გამსახურციელებელი არის აი მექსიკა, ხო? აბა კომუნისტები მოიტოდნენ. და როგორ შენი იდეოლოგია შემომტენი ახლა და ამ ხალხს მიყრია ხა? დაარეკა ტელეფონზე ადგილობრივმა პრეზიდენტმა და უთხრა, შეაჩერე ეგა თორე. დამექცევა იქ ქვეყანა აქაო. და გადამაგდებენ მე მოვა კომუნისტი. კომუნისტი არ მოვიდეს, იყავი ჩანდაბოს. იგივე ეტყოდა სააკაშვილიც. თუ შემცვლელი არ გამოუძევნა და ძალიან ძლიერი და სულ მალე სააკაშვილმა შეიძლება გაამუშაოს. შევეკრები რუსეთს, ეს არ იღებს რუსეთი. მე მაოცებს რუსეთის დამოკიდებულება საქართველოს მთავრობასთან. ხომ არის ანტაგონიზმი ვითომ? რატვინია მაშინ ეგა რომ რითვერი მასაკენი ესე შენ წაწვა მეფეს იგი ქართველ ერს. ასე რომ პუტინის განცხადება სამართლიანი არ იყო და არ იყო გულწრფელი, რომ ქართველი ერი უყვარს და მთავრობა არ უყვარს. შენ არ უგრძელებ მაგ მთავრობას არსებობას. თუ ქართველი ერი გიყვარს, თუ მართლა ხარ შენ მამა და მარჩენალი სიტყვაზე ვიზახი გამოსვლებში და ქართველი ერის ტყივილები გაგდა მე ყავს იქ რუსეთში. შენ არ ეხმარები სააკაშვილს. აბა თუ არ ეხმარები, აი რამდენი შედის შენიდან? მე ეგ ივანიშვილი შენ არ გამომიგზავნე? ამ ივანიშვილმა არ დააფინანსა ეგ მთავრობა. ხო იცით რომ დააფინანსა. კან ეხლაც არ აფინანსებს ხალხს და ამით უფრო აჯაყება ჩააქრო ამ კაცმა. თორე ადრე გამოდიოდნენ ხო 2-4 წლის უკან რაღაცა მოძრაობა იყო. გახსოვთ 2007 წელი რა ძლიერი მოძრაობა იყო? სად გაქრა ეგ მოხდი? რაღაცა ლუკმები დაარიგეს, ზოგი გარეთ გაყარეს, ზოგი ივანიშვილმა აამუშავა თავისი ქისა. უთხრეს, აბა გახსენი ეხლა და ვიღაცას გადაუყარეს ფულები. ეხლა პარტია საფინანსებს ვიღაცებს. მე ვხედავ რომ მაგ რეჟიმს სულ ყველა უწყობს ხელს და საბოლოო ჯამში გავდივარ ღმერთთან. არალეგალურად არ შეიძლება არც ერთ ქვეყანაში ყოფნა. ეს არის კანონის დარღვევა. ამას რატო აკეთებ? და მე შევეკითხები იმ ქართველს. რატო ხარ აქ? აი სააკაშვილის ბრალია რო ანხარ და რატო წამოხვედი მე? და თუ შენ აქ იქნები, სააკაშვილი სულ იქნება და იქნება. მე დავამშვიდებ ყველაც გარეთ გასულ ხალხს. სააკაშვილი მანამდე იქნება, სამ თქვენ იქნებით საზღვარგარეთ. და სააკაშვილის რეჟიმი. შეიცვლება სხვა რეჟიმით? იგივე გაგრძელდება იდეაში. აბრალებენ მარტო ერთ კაცს და ახლა უცებ შევიდეს ისევ მილიონი საქართველოში.
აი რა მოხდება წარმოიდგინეთ. აი მერე ნახეთ ეს ტალღას ვინ გააჩერებს ხო? გამოხვალ და ყველას დახოცავ. გადაპანწალდა ნახევარი სოფელი გარეთ არის. აი რა გინდა? რატო ხარ აქა და სამშობლოს სიყვარული? აი შენი რო სამშობლო არის და აქიდან ნაგინებ იმას იქა. წყობა ესეთია, წყობა იმიტომ წამოვედი. არა ხარ სწორი, იქ უნდა იყო. ამიჯერეთ ეს ღმერთიდან გამართლებულია. ვიყო ქართველი, უნდა ვიყო საქართველოში. და გავიზიარო ის რაც ხდება მანდა. მე არა ვარ ქართველი, არც აზროვნებით, არც სამყაროზე დამიზნულებით, შეხედულებით, ღმერთმა დამრთონება აქ ყოფნის. აი ეს ქართველს რო არ რთავს ნებას, ხვდებით რა გაჭირვებული არის. ჯერ გისაგავს ნახევრად იტალიაში, საბერძნეთში, იმაში და მერე ესენი ეხმარებიან იმ მთავრობას და ამავე დროს აგინებენ. ღმერთიც იყავით ეს. დაგსჯით. თუ გადამოხვედი, მაშინ შეცვალე ყველაფერი თორე ტყავი გაგძვრება. და აირჩიე. აბა რამდენად არის სწორი ქართველობდე და 20 წელი იყო ვიღაცას ულიდე იქა და ფუძს უგზავნიდე სააკაშვილს. აი რანერი ქართველი ხარ? ქართველი უნდა იყოს საქართველოში, ტკივილები მიიღოს, გამოვიდეს, მიეცემა საშუალება აზროვნებით, მიეცემა გამოხატოს ყველა ნება. ამიტომ თუ თქვენ ქართველობთ, არანაირად სწორად არ იქცევით, როცა პასიურ მდგომარეობაში ხართ. თუ ერთი ხართ და გამონაკლისი, მაშინ უნდა გაჩერდეთ. მე უფრო კი გირჩევთ 100%-ით გაქრისტიანდით და ღმერთს დაელოდეთ. მხოლოდ ქრისტიან კაცს შეუძლია გაჩერდეს საქართველოში, თუ ამის შესაძლებლობა არ მიეცა წასვლისა, გაჩერდეს და არ ჩაერიოს. სხვა დანარჩენი პასიურ მდგომარეობაში ეგ ცუდად თავდება. ასე რომ არანაირად სწორი არ არიან ქრისტიანები და გაჩერებული არიან. ქრისტიანები უნდა გაჩერდნენ. თუ ღმერთი მუშაობს მანდ. გამრავლდება ბევრი ქრისტიანი, მაგას რა ჯობია. და ეხლა მე გამკვირვებია ყველა წუწუნებს და ვერაფრით ვერ გავიგე კიდე რატო გარბის ქართველი საზღვარგარეთ. წინააღმდეგობა რატო გარბი ხარ ქართველი საზღვარგარეთ? რა საქმე გაქვს საზღვარგარეთ? მით უმეტეს მძიმე პირობებში. მით უმეტეს გაუნათლებელი კაცი. არც ენა იცი. ისე 90%-ზე მეტმა საერთოდ ვერაფერი ვერ ისწავლა. არც რუსული იციან, ქართული დაავიწყდათ. ინგლისურის როლა შეგსხვებათ ინგლისურის რომ მოусმინოთ ქართველებს აქ არა. ესენი საერთოდ ხელჩაქნეული ხალხია. არავინ ცხოვრებას არ აპირებს და უკვე წლები მიდის. ნადგურდება ფსიქიკა, ნადგურდება ყველაფერი, გახლეჩილი ოჯახები, გაღიზიანებულები, მთავრობა ზის და ერთობა იუმორინათი. ვის დავაბრალოთ? ერის ბრალიც არ არის და აი ესე მთავრობაც გულაობს. გადამოყარა ეს ხალხი. გაუხსნა კარები, გარბიან, ამ დაქცევას ხელს უწყობს სულ რუსეთი და საზღვარგარეთი და ქართველი ერი და მთავრობა. ახორციელებს ამას მთავრობა. შევთანხმდეთ ამ ლოგიკურ თანამიმდევრობაზე, თორე ესე სხვა მხრივ ახლა ტვინი აგედუღდებათ რა, არ შეიძლება ესე რა, ამაში გარკვეულობა იცით რატოა კარგი. გარკვეულობა გარანტია თქვენი გადარჩენისა. არ გინათ რომ თქვენ გადარჩეთ. რა კარგი იცით განათებული თავით რო გადახვალთ იმ ქვეყანად და როგორც ვატყობ მათ ბევრი, მაგალითად გუბაზე არის ბნელი. მაგი ახლა არასოდეს მთავრობაში არ მოვა. დიდი პარლამენტში შევიდეს დადოსი და არაფერი არ გააკეთოს. როგორც შევიდა ინგა გრიგულია და არაფერი არ გაუკეთებია. მოენატრა ისევ ტელევიზორი. რა უნდა გააკეთოთ ხალხო, რას ლაპარაკობთ? ვინას გააკეთებს რომ და რა პასიური მდგომარეობაში არის? შეშვენის არაქრისტიანს პასიური მდგომარეობა და სააკაშვილზე ანეკდოტები? არ არის სწორი. უნდა ვიყოთ რაღაცაში თანამიმდევრული. მხოლოდ ქრისტიანს ეკრძალება რევოლუცია. თორე ხედავს რომ ღმერთიდან მიდის ეს ყველაფერი. ქრისტიანი გაჩერებული უნდა იყოს და ქრისტიანს არაფერი არ უნდა აღელვებდეს და ქრისტიანს არაფერი არ მოაკლდება. აუცილებელი ყოველთვის ექნება, აუცილებელი. ქრისტიანი წუწუნს თუ დაიწყებს, ქრისტიანის აღარ არის. აუცილებელი გაქვს, რას წუწუნებ? წუწუნებ, კომფორტი გინდა. კომფორტი გინდა, ქრისტიანი არ ხარ, მაშინ აიღე თოფი და ჩამოაგდე კაცი. მე და ის ადგილი შენი იყოს. უყურებს რა აღარ არიან რუსები და ბედნიერია. ეგ ახლა შეხედულება არის. გამოდი და მითხარით, აი რატომ აგინებთ სააკაშვილს, თქვათ მამა და არაფერს არ აკეთებთ. ის ჯობში ცოცხლსა ნაძრახს სიკვდილის სახელოვანი ესეც დაივიწყა ქართველმა ერმა. რადგან ეგეთ იმაში სიცოცხლე. კაცი ზემოდან გაშარდადეს, თავზე ამას გძნობთ, ამყვირი ხარ და ფოთოლი არ ჩამოვარდეს, ის არ გადავარდეს. ეს რა არის? გადახედეთ რა ხდება სირიაში, ეგვიპტეში, ავღანეთში. ხალი კაცი რამე როგორ ბოლომდე როგორ არის? ისი რაღაცა ხوار აი ბოლომდე არ იღებს იმას, არც ამერიკას, არც რუსეთი არ მიიღო. ეს ქართველი რა კარგად არის? გაუგეს ალღო. ყოველ წელიწადს გაედინება და გაედინება. თუნდაც მე გარდაიცვალა და ჩამო, ახლა აბა სხვა ვინმე წავა. დამასობაში დაცარიელდება ქვეყანა. ეგ მისიაც შესრულდება მთავრობის მიერ და მაგ ტერიტორიასაც სხვა წაიღებს. გავიდა წლები, აფხაზეთი თაობა მოდის განცდაში არა აქვს. ოსეთი რა დავკარ განცდაში ახლა როგორც მე არა მაქვს ახლა ჭარბელაქანი და რა ქვია კიდე იქით ისენი ოშკები და ისენი. ვის კონდა ეგ? საერთოდ ჩემი არ იყო ეგ. განცდიდან რაც ამოდის ის უკვე თქვენი აღარ არის. აი თაობა მოვიდა საერთოდ აფხაზეთი არის ხო? ისე აბსტრაქტული ახლა საქართველოს ჩემიას არ იბრძოლებს ეგეთი ტიპი. არ იბრძოლებს პიროვნება, ვისაც განცდაში აღარ აქვს. მაშინ დამყრობელი ვიქნები მე. წართმეული მე არა მაქვს განცდაში, რომ წართმეულია იტყვის ასე თანამიმდევრული
თანამედროვე ახალგაზრდა, რომელიც დაიბადა 90 წელს. დამთავრდა, გავიდა წლები. ეგ ადგილები, ნუ რას უკაცრავად. ეგ არ დაბრუნდება ეგ ადგილები, მხოლოდ ღმერთმა უნდა დააბრუნოს და ამასაც წავიკითხავ, მე როგორ დააბრუნებს. როგორც კი ერი რეფორმაციას დაიწყებს სულიერ პლანში, ეგ ტერიტორიები დაგვიბრუნდება და თუ დიდხანს გაგრძელდა, ტერიტორიები დაიკარგება.